მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ წინა ვიდეოს დალაიქებისთვის და კომენტარებისთვის. ეს ძალიან მეხმარება და დიდ მოტივაციას მაძლევს. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გვექნება საინტერესო ვიდეო გამოგვივა, იმიტომ რომ დღეს უნდა განვიხილოთ ყველაზე ხშირად გაყიდვადი ჩინური დრონები. გამოვიწერე 3 სხვადასხვა სახეობის დრონი. ეს არის მოკლედ თუ არ ვცდები ერთი წამით K10 Maxi და E88 სტანდარტული, E88 Pro. განსხვავება არის კამერებში. როგორც წარმოებელი გვარწმუნებს, რამდენად მასია დღეს გავტესტავთ. არაჩვეულებრივი გარემო არის, იმისთვის რომ ქარი არ არის, უნიშნავად ქარია ძალიან. შესაბამისად, მე მგონია რომ საკმაოდ კარგი ვიდეო გამოგვივა. დავიწყოთ. ეს არის 3 ყველაზე გაყიდვადი დრონი, ჩინური დრონები. იცით როგორ არის, ეხლა ამ დრონებს მე არ გავტესტავ როგორც დრონების კატეგორიაში. ამას გავტესტავ როგორც სათამაშო დრონები, იმიტომ რომ ჩემთვის, ჩემი გადმოსახედიდან ესენი დრონები არ არის. თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ფასიდან გამომდინარე, მოკლედ E88, რომელიც პირველი ვერსია არის, ღირს დაახლოებით 50 ლარი. E88 Pro არის დაახლოებით 80 ლარი. ეს K10 ჯდება დაახლოებით 150 ლარი. გამოწერით ვამბობ, ანუ გამოწერით რაც დამიჯდა მე. ასევე გამოვიწერე ყველასთვის ელემენტი, ცუდი ელემენტები აქვს ამას, ამიტომ ყველასთვის დამატებით ერთი ელემენტი გამოვწერე, მაგრამ გასთვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს ელემენტები ყველა ერთმანეთზე მიდის. შესაბამისად, ამ მოცემულობაში მე მაქვს 6 ელემენტი. ერთი ელემენტი დაახლოებით 5-დან 10 წუთამდე ძლებს. დამოკიდებულია სავარაუდოდ ბევრ რაღაცაზე. შესაბამისად, გავტესტავთ და ვნახავთ ყველაფერს. მოდით პირდაპირ გადავიდეთ ტესტირებაზე. 3 კრიტერიუმი მექნება, მოკლედ დღეს რომელთაც ამ დრონებს შევაფასებ. პირველი არის სტაბილურობა, ანუ როგორ გაჩერდება ერთ ადგილას. მეორე არის იქნება მანძილი, მანძილზე გავუშვებ და ვნახოთ რა მანძილიდან დაკარგავს უკვე სიგნალს და მესამე კრიტერიუმი ეს იქნება ხარისხი, ვიდეოს ხარისხი. დიდ ხარისხს არ ველოდები სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ მაინც ვნახოთ. პირველი იქნება E88. E88-ს და E88 Pro-ს შორის არის განსხვავება, აქ აქვს დამატებითი კამერა ქვემოთი, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს რა შეჭირდება, სიმართლე რომ გითხრათ. ამიტომ პირდაპირ ჩართვა ხდება ძალიან მარტივად, ზემოთ დავაწვევით ერთს. ესე აციმციმდა. შემდეგ ვთავთ პულსს. ხო, მე გამოვიწერე მოკლედ მოდელები, რომელსაც აქვს, ნახეთ, ჩიპი. ანუ ჩიპზე ჩაიწერს, იმიტომ რომ სტანდარტულ ვერსიაში არის რაღაც გასაშლელები და Z ტელეფონი უმაგრდება და მოკლედ საშინელება არის და ძალიან მეზარებოდა ეს ტელეფონის მიერთებები და ამიტომ პირდაპირ ვიწყებთ მოკლედ ამის აფრენას. აფრენა ხდება ძალიან მარტივად, ზემოთ წევ უბრალოდ, ჩაირთო. ესეთი რაღაცა არის. ეხლა რაც შეეხება სტაბილურობა, პირველი გავტესტოთ სტაბილურობა. პირდაპირ მიაქვს ქარს. და უკან დაბრუნება უჭირს. სტაბილურობაში თამამად შემიძლია დაუწერო სადღაც 1.10-დან. იმიტომ რომ საერთოდ არ არის სტაბილური. კაი, გადავიდეთ მეორე კრიტერიუმზე. წავალ მოკლედ პირდაპირ, არაფერი განსაკუთრებული და დავკარგე უკვე. სიგნალი დაიკარგა ყოველ შემთხვევაში. ალბათ იქნება ეს 50 მეტრი დაახლოებით. არ დაზიანებულა მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვარდა. საერთოდ არაფერი არ ჭირს, ნახოთ თუ შეძლებს კიდევ აფრენას. ჩვეულებრივ, ეს არის რა მოკლედ რა, ანუ სათამაშო წონა არ აქვს და როგორც ხედავთ, ნახეთ, ქარი მიბერავს ეხა აქედან შედარებით, უმნიშვნელო ქარი და უკვე უჭირს წინ წასვლა. ერთ-ერთი ისეთი ფუნქცია, რომელიც ძალიან გადაობა არის ფლიპი. ეს. ეს. რაც შეეხება ხარისხს, მოკლედ ეს ვიდეოს თქვენ თვითონ შეგიძლიათ დააკვირდეთ და მიხვდებით რა ხარისხი აქვს. სათამაშო კატეგორიაში საკმაოდ ნორმალურია. გადაღებაზე ვიტყვი ალბათ 3 მაქსიმუმ. ყველაზე მაქსიმუმ რაც შემიძლია თქვა არის 3, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იღებს რეალურად, ძალიან უხარისხო კამერა აქვს. კამერისთვის პრინციპში ამ დრონს ვინწყიდულობს, რა თქმა უნდა, ტყუილად იყიდის. არჩევნს არ ფრინდება, არის არასტაბილური. რეალურად რო შემოგიტრიალდეს ეს დრონი, დიდი ალბათობით უკან ვეღარ მოიყვან. ეს არის უბრალოდ გასართობ კატეგორიაში გადის. ჯამში გამოვიდა
საკმაოდ დაბალი შეფასება, ну ფასიდან გამომდინარეა, რა თქმა უნდა ეს. გადავიდეთ შემდეგ დრონზე. ეს არის E88 Pro ვერსია, რომელსაც ქვემოთ აქვს სენსორი. ну წარმოებელი გვიმტკიცებს, რომ მოკლედ შეუძლია რაღაცა, ანუ სენსორი აქვს და ხვდება მოკლედ არ დაეჯახოს რაღაცეებს. ძალიან მეჭვება, იმიტომ რომ ქვემოთ აქვს ეს სენსორი და რანაირად უნდა მიხვდეს, არ ვიცი, მოკლედ. ესეთი. თითქოს ჩერდება. ნახეთ. ხვდება მიახლოებით რა ადგილას არის. გაჩერებულია, შემიძლია რომ სტაბილურობაში დაუწერო უფრო მაღალი ქულა ამას. მოდი სტაბილურობაში 10-დან ამას აუწერ 4-ს, იმიტომ რომ ცოტა ქარი არის, იგივე გარემოა, მაგრამ ჩერდება, ანუ ხვდება და სავარაუდოდ რა ადგილას არის. ეხლა გავტესტოთ მანძილზე. მეც კი ვერ ხედავ სად არის. სავარაუდოდ წინ მოფრინავს, ოღონდ ცოტა აქეთ. ანუ რეალურად ვიზუალით ხვდები, ეხლა მხოლოდ მეტი არანაირი კრიტერიუმი არ მაქვს. ანუ არა, უბრალოდ ვერ ხვდები, ანუ აქაც არ ჩანს, იმდენად ბნელი კამერა არის. ეხლა მოკლედ რო არ შევმეტრიალებდი და რეალურად დავკარგავდი ამ დრონს. დავკარგავდი რა ჩავარდებოდა სადმე. სწრაფია უბრალოდ, ეგ პლუსი არის რომ სწრაფია, მაგრამ კამერა აქვს აი საშინელი. უბრალოდ ტყუილა აქვს ეს კამერა. ეხლა ვცდილობ რომ მე დამეჯახოს რა მოკლედ და რა თქმა უნდა მეჯახება. ანუ არ უმშავებს ეს რაღაც სენსორი რა. ამ ტესტით შემიძლია ორი კრიტერიუმით ერთად შევაფასო, ეს იქნება გადაღება. გადაღება წინა დრონთან შედარებით, ანუ E88-სთან შედარებით უკეთესია. სულ ცოტა უკეთესია. და რაც შეეხება დისტანციას, ზუსტად იგივეა, ზუსტად იმ ადგილას გაჩერდა, აი იქ თეთრი ქვა რო ჩანს, მოკლედ აი ზუსტად მანდ გაჩერდა. ეს არის ალბათ 50 მეტრიც არ იქნება სავარაუდოდ. რეალურად დრონი მემორჩილებოდა, უბრალოდ ვეღარ ვხედავ რა ხდება. ხვდებით, ანუ გადაღებას სიხშირე არ დაუკარგავს, უბრალოდ გადაღებას ვეღარ ვაკეთებდი. შემდეგ დრონზე გადავიდეთ, ეს არის K10 Max. როგორც აქ უწერია, მოკლედ აქვს 3 HD კამერა. ну წინ ვიზუალი და აქვს და ქვემოთ აქვს 2 სენსორი. ამ ფასების კატეგორიაში საკმაოდ ის არის, ყველაზე ძვირადღირებულია ეს შეიძლება ითქვას ჩინურ დრონებში. ვიზუალი საკმაოდ კარგად გამოიყურება. ხარისხიც მინდა ვთქვა, რომ აშკარად არ ჩანს ცუდი ხარისხი. ყველაფერი შედარებითია, რა თქმა უნდა, იმ დრონებთან შედარებით არ აქვს ცუდი ხარისხი. დავიწყეთ ჩაწერა. იგივენაირად ხდება აფრენა. მაგრამ ამას აქვს მოკლედ კალიბრაცია ჭირდება, როგორც მე ვხვდები. რომ გაჩერდეს ერთ ადგილას. ამას თუ გავასწორებთ, უკვე პირველი კრიტერიუმით შეგვიძლია შევაფასოთ, იმიტომ რომ რეალურად ეხა პირველად დავაფრინეთ ეს და ამასაც ზუსტად ეგ პრობლემა აქვს, რომ წინ მიდის. აღსანიშნავია, რომ ეს კალიბრაცია თუ რაღაც ქვია მოკლედ რა, ანუ რაღაც ღილაკებით ასწორებ, აქ ზემოთ ქვემოთ აქვს წინ და უკან. გავაჩერეთ, დგას ერთ ადგილას, თუ დააკვირდებით, ერთ ადგილას დგას. აქედან აქვს ჩასართავი. რამდენადაც მახსოვს, კი, აი ეს არის. მოკლედ, ეს უნდა იყოს სენსორი. თუ არ ვცდები. აი ეს. 360 საკეთებს. რაღაც ღილაკები აქვს, კიდე ეს უნდა იყოს თუ არ ვცდები. არ აკეთებს. კი. კი გააკეთა, მაგრამ ნუ გააკეთა თუ არა ეს ფლიპი ეგრევე დაიკარგა სივრცეში მოკლედ რა. აღსანიშნავია, რომ ქარმა მოიმატა, მაგრამ სტაბილურად დგას. ცოტა დავწევ კამერას ახლა მე. ერთი წამით, რატო ვაწევს, ხო? ცადოთ ახლა ეს გადაღება ესეთნაირ. მოიცა ზემოთ ავწევ კამერას, რომ უკეთ გამოჩნდეს აი ეს. და როდესაც წინ მიდის რა, ეგრევე იმაშება. ეგრევე ირევა, როგორც კი წინ მიდივა. ავიდეთ ცოტა ზემოთ. და ნუ საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, ცუდი
დრონია გასართობ კატეგორია, სათამაშო კატეგორიაში ცუდი დრონი ნამდვილად არ ჩანს. აი ეს. ნუ ეხლა ვარ ზუსტად იმ მანძილზე, სადაც ის პრო ვერსიები დავკარგე. და სიგნალი ჯერ კიდევ გვაქვს. მაგრამ დაეშვა და რატო დაეშვა? წინ მიდის კიდევ? ვეღარ ხვდები. ანუ აქედან უბრალოდ აღარ ჩანს. კამერამ დაკარგა ხარისხი და დრონი ცდილობს დაჯდომას. რატო ცდილობს დაჯდომას ვერ ხვდები. მე ხარ რეალურად უკან მოდის. ნუ ეგ პლუსია, იმიტომ რომ სხვა დრონებს ეგ ძალიან გაუჭირდათ ეგ ამბავი. ეს. მოდით შევაფასოთ. პირველი კრიტერიუმი, რითიც ვაფასებთ ხოლმე, არის სტაბილურობა და თქვენც ხედავთ, რომ სტაბილურად არის, აი ხა ამ წუთას მაგალითად ქარია და დგას ერთ ადგილას. გაყინულია ერთ ადგილას. მეორე კრიტერიუმი, რითიც შევაფასეთ, იყო მანძილი. მანძილი შედარებით უკეთესი აქვს. უბრალოდ აღსანიშნავია, როდესაც შორს გადიხარ ამ ასეთი მსგავსი დრონებით. პირდაპირ იკარგება სიგნალი რა, მოკლედ, ანუ აქ არ გაქვს ინდიკატორი, რომ იჭერს, აღარ იჭერს, ანუ ეგ სიგნალი არ გაქვს. და შესაბამისად ფიზიკურად ვერ მიხვდები, უკვე რაღაც მომენტში შეიძლება ისე დროს დაკარგო ეს დრონი, რომ ვერც კი მიხვდები რა. 50 მეტრი ან 70 მეტრი ვთქვათ, მოდი. მაქსიმალური დისტანცია რაც იყო, შემდეგ უკვე დაიკარგა. დაიკარგა რა, უკვე იმას შეყოვნებებს აკეთებს გადაღების დროს. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხი ბევრად უკეთესი არის სხვა დრონებთან შედარებით. აი ეს ბაზალეთის კადრს დაგანახეთ ახლა. ტბა, ჩემი მანქანა. ნუ შეიძლება ითქვას, რომ გასართობად, როდესაც დავუშვათ ან სასწაულებად რამდენად გამოდგება ეს დრონი, არ ვიცი, მაგრამ ნუ გასართობად ყოველ შემთხვევაში ამის ყიდვა შეიძლება ამ კატეგორიაში. დავასრულეთ დღევანდელი ვიდეო. იმედი მაქვს მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ რომ დამილაიქოთ, დამიკომენტაროთ და მაინტერესებს თუ გქონიათ თქვენ მსგავსი დრონებთან გამოცდილება ან სხვა რამე დრონის გატესტვა თუ გინდათ, შემიძლია გამოვწერო და ერთად გავტესტოთ და გაჩვენოთ რეალურად როგორ მუშაობს. რაც შეეხება ამ დრონებს სათამაშო კატეგორიაში, თავის ფასის კატეგორიაში საკმაოდ ნორმალური დრონებია, გასართობად ბავშვისთვის სათამაშო კატეგორიაში ძალიან კარგია. გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.